საუბარი ამაზე პირველი რაღაცა თქვიდა, რომ პროგრამით ეს ურთიერთობა რაც იყო ადრე, ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში, აღარ არის რა. და ჩვენი სპექტაკლები და ჩვენი თეატრები და რაღაცა დაავადდა ყველაფერო, დაავადდეს მდგომარეობა ის რომ კაცი კაცს დაემგავსოს და ქალი ქალს. პროცესი წესი იყო. რომ ბავშვი იყოს და ნორმალური ბავშვი ცხოვრობს. ადამიანი და აი ამის შექმნილია. აი ამის ვიეპრესატა იმენიტეტი მრავალი რაღაცა. ეს საუბარი იმის მაგრამ საქმეის მაგრამ მე დავამბობ თუ როგორ გინდა რომ იყოს ეს პროგრამა და დაიწყო ყველაფერი ეს. ამის ვარდეთ ამბატარადაში. და მაშინ რითმა დავიწყო თორა პირველი ესეთი რაღაცა ჩაგურულია ხელი მოდახილი ვახუნი სასაუბრი. თან გავიგე პირველი სპექტაკლი ეს ყოფილა. და ბოზამ დაგიხსნა. და აქ გაიგო და გაინახავ. და შეიძლება იყოს რეალური თუ არარეალური, მაგრამ გამეორება იქნება ყოველთვის და ამ პროგრამაზე. ეს რაღაცას მე დავამატე. სწორედ და საინტერესოა და ყოველთვის სპექტაკლი და ისეთი რაღაცები ხდება რეალურ ცხოვრებაში, როგორც წარმოიდგინე საერთოდ, ხო? რომელიც თეატრში და შეიძლება მოსწრებს. აი, დღევანდელ სიტუაციაზე ვიტყვი. მოხდა ისე რომ ჩვენი ერთი თამამი მსახიობი ოჯახური მდგომარეობის გამო უცებ ვეღარ ახერხებს სპექტაკლში იყოს მონაწილეობა. ერთი ბოლო სცენა ქონდა იმ ადამიანს, როგორ არის, ახალგაზრდა არის და ვერ მოდის და ვერ ეძება და ვერ თამაშობს ამ სპექტაკლში, მაგრამ გავაკეთეთ ისე რომ სხვა პროგრამა იყო თავისთავად ისე რომ საერთოდ არ იცოდა ეს რამე. აი, მე დავუწევ ნაწილი იცოდეთ მდგომარეობაში და უბრალოდ გავიგოთ ამ მდგომარეობაში თუ ოსდა ბოლო მოქმედებაში ბოლოსენაზე იგონოს რაღაცა პატარა შეეშლება, ხარი დაიწყება კარგი. მაგრამ ძალიან ეს სიტუაცია არ შეიძლება ასაუბრო. თურმე ამოგეთქება შეიძლება არც მომავალ. ბოლოს სცენაში აი ზუსტად 40 წუთში ჩავატიეთ ის ახალი როლი ვასწავლეთ იმედად. აი ამით გამოდიოთ ნაციონალიზმის გამოსაყრად. დაიწყეთ პრობლემა. ხალი ჩამოავალე. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ერთხელაც ჩვენი საბრძოლო მოგახილი კოსმოსში გაშვებული უცხო პლანეტელებმა მოისმა. და გაუქმებული ამ სასწაულით დაინტერესდნენ ვის შექმნეს სიმღერა, ვის შექმნეს სიტუაცია და იმ მიზნით რომ გაეცნოთ ეს ხალხი ვის ეკუთვნებული ბავშვების სასწაულის შექმნა, ხალხი წარმომადგენელი სპეციალური მისიით გამოაგზავნეს დედამიწაზე. ჩამოვიდა რადიკო დედამიწაზე და აგვიხსნა ეს რომ ის ხალხი არ გავდა მათ მის უნდა ყოფილიყო ის წარმოსული. აი აქედან დაიწყო პროცესი და დაიწყო
Дай гихрет шаман дебеша. Дебеша? Бабо. Дебеша. ჩემი მენათინდა. გავარდ. მარცხენა თვალი მითამაშობს. ხილად ვიყავი. ხო, მაგრამ. საგან, მე გიგო. გაგიმეძინა. იზანა. იქართული კიდევ ძირფას საბუდებელი ჯაგო. და იქანი კაცი ბაღადასო შეკიდება, ქახანაში რო გაწყობა. მე მასენ ერთი კაცი სახელი. უშაგი გავადასე. ქვერთო მოკაგიხი, რასიც ვიჯობა საკალფო. ხოდა, მაგუშაგიეს გვანა, ყველა დამპირებელი, ებოლო 20 წელიწადია, ხალხსოფირდებია, ოცნებას აგიზულებდა, მაგრამ უშაგიეს ჩამოსული მორჯო, ბიჭო, კეიცი რო აგეშო ასა. აბა, საერთოდ იმაზე შეასე. რომელი უშაგია, მაგის ამისხარ. მაგეთან, არ ვაგზავნე, ბიჭო, არც იმგენთან, ქერმარცხენა თვალი უთამაშობდა, რაცხას რაზოვე პაწეს. ეს დებეშა იმათთვის დავწერე, საერთოდ დახოჭული აქვს თვალები, არა. ისე? უშაგიების ხოჭოს რაზეჩი გავაგებია თელი დუნია უშაგიების ხოჭოს მიზარებული ვერაფა მაგიმორჯომზე თუ გული არ აკეთეს უშაგიება ზამია ის ბოლი ჩვენობდა და გვაბოლოს არ გამოდის ქართლის რუბიკა მაიგურის არ თუმაჩი ერთი გაბარანიეს ხან შეჭიდა ხან მეზობლის გულობს. გამჩება ხებადინა ბოლი. გამელი კიდო. თურა მიყარე დაგებია. საქმე ჩვენ თვითონ მევიდრო შეგაცა. საქმე მოლაური ჯოგებავეთი. ხოდა, რა ფეხას მოგხვიშეთ ბიჭო. ერთად მემოშობინა ბოლმარის დებატიკა ყობარას. Iste, nu ce nu pătania, ibestia, ceacurilor ca ikne. Ceacurilor, uite, nu vezi ne bune. Ce ne ceacurilor, uite, nu vede pe care, zic că nu ți-o sfaci. Uite de la să o uite da. Știrea. Ceacurilor, vezi zakita. Mare biru, dacă tu iman sagi kebla, ce cațu? Era bine. მაგის გულობი და კოსმოსი დავწერდი, ვიგიდა, ნახო. პაპიროზი ზარმეცამება და მე. მაგას ვაპობსუსტა. იჩაკრობი რო გადამეკარგე, ზალმაცის საკებიას დაბაიწერებოდი, მოუსამოშდა მაგესკია ტერიტორია. ხო გერიკაჩებოდი გასხაზე. და პრასის გარდა ხო მოქნებოდა თუთუნიც. მაგრამ იყოს ბატონო მარტო პრასი ბოსტარში. წავია და იქნება უფრო მომწარს. მე მოვკუშტე ზამია ასე პრასიტი გაწარებულები, ვისაც აპრასელი მერიდა. თუთი გავიო და ქიფდა იქნება რაცა. ვაკუჩები, ვაკუჩები, შეგაჩემი ბატონი, მაგრამ მე იმერეს რო გამაშობი. იმაშობი, კი იმას, ჩემო იმას, მაგრამ ახლა შენ სხვასავე თამდა, კიდე ჩვენ გეიმარჯვეთ, ხო დავდევიყოფეთ, დეგიო. ხედავ შენ, რატენია პროვიდე, საქმე. დამარცხებაშია, ჩვენი გამარჯვება თუ გამარჯვებაშია, ჩვენი დამარცხება, საკითხავი აი ეს არის. რა რეკიდე ვიცი ზამია. გეკურება. გალიაში დაბადებული ჩინის თურმე გალային გარეთრინა ავაწყობ ვაგონია და რეველი მისაჩევია ბიჭო ხო გალային გარეთრინა. ბიჭოვის საჭირო კი ვაქვე? Credi tata köprünat ravat saçırıyor. İşte çiğniz galet ben aruzay kuzmato mizan. Bu dişena çuneva. Bartkova kaproleva da karova da. Akla vinskama iknas libaçovda. İki çoğun sabudara saçıvona çunebiyor. İyi ikneva akali David vinçovebe. Tumsa ავთეთი მე და შეიძლება ქეფრუდო პრაცხას
ქართულად, მოკლე და უფრო ქართულად იოლი. მაგრამ იზამ სულთანია შეფულობით არის. მე გეტყვია პაპას. რა უყურება ქაურობას? ერთ კაიგადოევა ამის ამარის ასაცამებს. უკაცრავად პასუხია და წარება რასი, პირგამწარებულების უტრაკოს კიტრაკიანის. არის ზამია რაც საერთოდ სამყაროების დიმისიკი დატანარავაა ქართველებს. ის რაც ხარო დაგვემართება გიშდები. ფარხარო და ვიქნებ ხერხებს. ხოდა გადაევა ფინალას. სამწუხაროდ შემოგიწია. ვერ ფასობს ერთი წამის გადაღება და გაგბინება მუდმივი შემოგვიდაუბრუნების დასაკს. რავაცა შენაერთო ძაბენ. ლორდის ხრადელი წვეთის სიმეჯიტით რას უნდა იშონო? იმას, თუნდაც დიდგოლის ტოლიდანარევაშონი. ამიტომ დაწყნარებულ ყოფნაში ყოფნა ვისაჩოვი გვაქვენ. რა ვიცი, ცოდნას უნდა მოვავუჭოთ გორიანე და ვიზარდოთ. ჩვენ ყოველდღიურად უნდა იყოს ვარჯიშის, შრომის და ძალის მოკრების პროცესი. რა ვიცი, არჩევს რა ვიცი. რასა, ვიდეო. მაგის ამიზება კიდე 40 წელიწადი ვატარებ და არც მოსეულია, ხო და არც ამჟამად ჩვენ საამერიკაში როგორ ვიზამენ. რატენსაც გულის და გონების გადასვლები, ერთმანეთსთან ცუნცუით ფიალი. და რაც თავია, საკუთარ თავს უჯიკო ჯერე. თორა პრასი გამომწარებელი მოხრადა. წყარი, ზოგადად პრასის გასალეს. მაშინ დავა ბიჭო, სარსამზე არმე ასვა ცესკიდებული. გამეგზავნები ჯერე პურიჭამის გულობისა და მე აფერტო მოყოლა, ვისაც აცრა მას ქერშობოდი. ქერშობი და ქფები დამკიდო, მაგრამ გამოვარანე. გამოგონდეს რა გამოვყოვი. მე კი არ ხოდა აგერ არის ამიადებში. ეგერ არის მუშანგი. აგერა ჩვენ პრასის პირგამწარებულები და მარცხენა თვალის რო გითამაშოთ ბაც ჩირენას კი ადიდებ და ქებეო აკეთდა. რას ხოდა აბიდე. ოფისე და აბა. უი შეგერასო, ჯერისა. ეი ხალხის. ევა დია ხამე. ისე კაინო კიტონია შე გამოგიბი რა გიდო. აბა იქ ვერ მიდევა შანანა. შეიგიდებ შანსს და სხვასაც აგიდებ. ვატყობ მე. აკეთ ბატონო. აკეთ. სადმანდავე. ჩვენი და თქვენი უსაფრთხოებისთვის 100 საჭირო ბატონო. დილად მად წლის გუბია. თამის ახობა კიდე აუბედურება იყო. აი მან გაჩერდი და დაელოდეთ. სანამ არ გეტყვიან არ მოიხსნა თვალსახვევი.
გესვია ბატონო. მოიხსენით ხალხაყვები. დავწამდით ბატონო. დავწამდით. არ გვინდა ახლა ეგეთები და მასწავლებები. დააჯექიდან მისმენით ამ მიყურებ მხოლოდ. იმის თქმის ბატონო სპეციფის რომ ჩვენი დაძაბულ თვალებით და კონტაქტით სულად არ არის საჭირო ეს პირიქით და შემოწესინებდეთ თვალებში და თქვენ ყველას უხოცით და ვასწრებთ ისინი ბატონო. სადავო რესტორანში და ესაც იგი მომიწვით ეგეთი კონსპირაცია კაკებისაც არ ქონია და რესტორანში თუ გნებავთაზე დავწერეთ ამათგანს და კაკებს რა ჰქონდა? ვიცი ბატონო ვიცი ჯერა ბატონო ჯერა მაგრამ ჩვენც იცით და თქვენ საიდან იცით? მე რომ ვიცი ამ დაწესებულების კელიტებზე ჩვენ ყველაფერი ვიცით. რა გვეხა თქვენ ორგანიზაციას? ვიცით რომ კი მაგრამ ისიც და მეტი და ეკო გადაგიხსენე. შარბეdes განყოფილება თქვენ რომ გახსოვთ იმ ორგანიზაციის ერთ-ერთი განყოფილება ეს უკვე ჩვენი აგენტებისთვის დასამალი აღარა აგენტებისთვის თქო რა ინტერესის ნაბეჭდების ინტერესის ჩვენ დასამალი აღარა წელი არ გვაქვს დიახ ანდრე ეგეთ საქმეს მე ვაკეთებიეთ რაღაც კაპიკებს არა აქეთ მიხდით და ეხლა იქით გვაქვს ბაყუს და ამდე ესო რას საბაზრო ეკონომიკა სამაგიერო ჩვენ ძველ აგენტებს კლიენტებს კონტაქტების შემოადგენა შეუსახურებით და თქვენ რა შეგვიძლიათ დიდი საფუძვლად ვითომ არის ეგ ვითომ ამისაუბრა ვიცით ბატონო ვიცით მაგრამ ტრადიციებს ყოველ დავარქვით თან შევშავით მეცხრე მასწავლებლებს აბა მოგვახსენე რა სად ვინ რატომ დაარესთვის პროტოკოლია დააქვი უნდა შადგას ოკეა მოსახურების ნიუტონ და მეტყვის ის არიცუების და ეს კნუტი პრიანიქ სულგა პროგრამაში და ეს ახალი გაუმა ცოტა მეტი პრივილეგიები უნდა კარგი იქნებოდა ამ ხელა მაყურებდა ზალოთ ბატონო ცდილობთ რაც გამოდის აი ხო მოკლედ გამამწადა ეჩემის ესე თუ გააგზავნა то წავაგებ არჩევებს საკუთარ ქალაქში სალავშობილვა გავსდილვა და ის როგორც არის რა კარგობია ჩემი ის კიდე რომელიღაცა თვისობინა ჩავარეთ რა გქონდა მეორე წელიწადი ერთი უთვლის პროვოკაცია то კრიშაც არ ემიგროს სახლი არ აქვს და გარაჟში ცხოვრობს გარაჟში то სული მაგას არ აქვს და შური და რა ვიცი კიდე მოკლედ წინასწარ გამოგიხდი ყველა მაგას აძლევს ხმას მე რა ვქნა თუ ამდენი მაყუთი დამიხარჯოს ამდენი დასახარჯი მაქვს ამდენი რამე გავაკეთო ვარ რას გავაკეთე ყველაფერი წყალში მეძრა იცი კარგი ბატონო ხოლმე ლაუტენია საკადრო ოფიცერს მოგანაგრეთ მოგაცემად ბატონო საკადრო ოფიცერს კი არა კურიერს უნდა მეთქვა თქვენთვის კურიერს
შესაბამისი ინსტრუქციები თქვენ მაგაზინში ვიჩვენებთ. ვიწერეთ თუ შეიძლება ყველაფერი წესრიგში იქნება მაგაზინში. ბია ჩემი შჩავდა. რაში მახდევია თუ ამ ხედავ? ამ ძალიან დავიძენიაში. კარგად გზანდებოდეთ. გასულა. როგორ გავაკეთე თვალახორული მომიყვანეთ. ეს მაშინ ამ ჩეკისთვის ათქონდეთ მოწოდები და მიდევ გადაერთ შორიგზით. ახლა კი სულ კომფორტულ სერვისზე ხართ. კარგი როდი შეგენაცვალე. თქვენი ავტომობილიც მაგალითად კარგად გზანდებოდეთ. Программа.
ქვედა პალატაში წვაჩვენა. ნუ ქვედა პალატაში ჩავდით და უფრო გამოძაც ჩავდით ცეკვას. ყველაფერი იწება. უფრო გამოძა. აბა ფანტაზიას გეუბნება. პარტია. არასამთავრობო. რა ის არჩევდა ყუთია. ყუთი. და გინდა ბიულეტენი ჩააგდა. კი, მინდა. და ჩაგდების მერე რა ხდება გაჩვენა? კი, მაჩვენე. და მიმდინარე მომდენების ანალიტიკური ანალიზი. ანალიზი მინდა. უკვე ცალკე დაიწყეთ დადის. იყოს სალექა. სამწუხაროდ თქვენი როგორც დეპუტატი. იყოს. 4 წელი ამ მოიწურა. ჩვენ გინდათ რომ ახალი ვადით აგერჩიოთ. ჩვენც უკეთით. ის მოსახურეთ და როგორ? კეთი შეგუდი. კარგი გოგო ხარ, მაქსიმум დეპუტატობის მანდატი რომ ეწურება, უფრო მობილიზებული ხარ. ვიცი, ეს მოვაწერე, ყოველს ველოდები. ცია, მეთქო. ეგარ, კარგად ვიშო და მომდენო წელი ჩემთან ხარ. და დიხა საქმეს. ხო, შემოვიდა. ბანკი ასე დამიძა. გამარჯობა. შიფუცე შავები ვეზებო მამა. ვიცი. მოხედე. მოდი დაჭი. ეს თეა შენი თანაში. შენ ურიერი და ვიზახეთ. არა, ბაზარი. კანდორა. აბა ითევის. ხინო დუდუკი გალები. კაი, ხურე. ან საბმეცო. ისე სულიდო, ისე არ მოვიფიქრებეო. ხინო დუდუკთან მონები. დუდუკს გალებ. მე კიდე გალებთან კი არა გავშვილიყავი წისპირას ფიქრასადო. ჩემო კარგო ქვეყანა რაზეც მოგწენიაზე. მე ფიქრა. ერთი ძაღლი ვალერიანოვიჩ დედაბუჯაზე სალაგოსი ძველი და ახალი პარლამენტარების ძეგლების დაწვეული. ესეა ვალერიანოვიჩი. სულ ხალხს აფიქრავს. უბრალოდ ხალხს. მაგრამ პარლამენტარების ძეგლები უბრალოდ ხალხზე ფიქრი როგორაა ამის. ფიქრდა. იაპონიაში ესეთი წესი. სხვა კომპანიებში მოსამსახურებს თავიანთი შეფების მანეკენებს უკრავენ. ხოდა როცა ეს უბრალოდ მოსამსახურე თავის შეფზე გაფრასდება. სპეციალურად ამისთვის განყოფილ ბეისბოლის ჯგუფს იღებს და ურტყავს. შვიდდება, წყნარდება და ამზადებს მე კომპანიისთვის სასარგებლო ნაყოფიან მოღვაწეობას. მივხვდი მგონი.
სარალი ყოველჯერზე ახალ-ახალი ძეგლებია. ერთელაც ეჭვხები სალაპროცე რომ შეატრიალო სამიდი. This Valeriano, she did a Zandamu, and the Tormus from Zampani. It's a devil, Raul, I'll sweep you, so think of the Zamat, Zarani. How do you joke? I'm red Debbie, must be Zaway. Oh, red Debbie. Oh, you see, Marcus, I'm thinking she tried to Charles was with Bobby, I think it's a Halkish Johnson away for you. Halkish chicken house. Come try the Mama to joke, but it's not what the garden. Can you step here? I never took it around as a version, but never without I say it. Then the butchers and the doctors tried to suck me out. Esther sounds. Our best should be that it never. We can get wrong and over. Oh, my pen. Carson now, sir. In seconds, we are shifting. That's me the home. Samusha, what is guy chita? Oh, guy, Tu are who are up in the gas to the tower. How much should be clear? Eso bato. Ana თქვენა მივიდი. ჩვენთვის საინტერესო ვიდეო რაღაც ინფორმაციები ამოვიდა და ამოიღები თავარასის ოფისმეტი რაიცი დამოღებადი ჩადების გარ. აი ჩვენ სამი ნოუ-ჰაუ და რამეების მოფიქრება კი არ შეგიძლიათ. მოიცით? მომნეცი. Oh, guy, don't do it. Well, me a child is coming to shit on with it. They do it. How about this? ობიექტი ვლადიმერ ვალობიაიკეველადი კოჩიჩაეს. როგორც სოფლის გამგეობის საარქივო ჩანაწერებიდან ირკვევა, მისმა მომავალმა მშობლებმა ახლად დაბადებული ბავშვი წყალტუბოს რაიონის მაღალთია სოფელ დერჩი ყვარლის კლდის მიდამოებში იპოვეს. მამული დედოფილი ამჟამად გარდაცვლილია. ობიექტი უცოლშვილოა, უსახკარო, უსამსახურო, უპარტიო. ამჟამად ცხოვრობს ქალაქ თბილისში, კალაუბნის 51 ნომერის სახლის წინ მდებარე გარაჟში ქირი. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს 2020 წლის არჩევნებში წარდგენილია იმავე კალაუბნის ქუჩის, იმავე ნომერ 51 კორპუსის წინ მდებარე გარაჟში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის ლადიკოს გარაჟის მიერ საარჩევნო ნომერით მეტის ღირსი მარა ხარო მივეცი კანონპროექტი. რომელსაც ნებისმიერ პატუაში რეგისტრირებული ასო ორგანიზაცია შეუძლია თავისი დეპუტატობის კანდიდატის წამოყენება პარლამენტში. და ახლა ხო ხედავთ აქ წამოყენება. რა უკრა მაინც ამხავს. რა იტოლიკინა ამდენი რაც აქ ჩამოვედი. მართლა ვარკეთი. ისე მართლა ახლა ჩემზე. უნდა გადამეხდა და მომეხდა გეტუბანი. უნდა ამეღო ყველა გარაჟი და არ მოხდებოდა ასე. მე კიდე დემოკრატია ამეთქი. რაც იმედის აკეთეთ მეთქი, რაც იმედი ჩადით მეთქი, გაკეთდით მეთქი, თქვენი კეთილებიც, ჩემი კეთილებია თქო და აჰა. რაღაც ვალერიანოვი ერთი პირა დამაგეკეთებია, ჯორდანში არ იქნებია. ავარძებოთ მესობათო. რა უნდა გავიცე, ეგ მეც ვიცი, თო. მაგაშობია ის ხა რა გავაკეთო. მაგაში თუ მაგ რადიკოს არჩევნებამდე ეგ პირდაპირ 70% ჯიბეშია. ნუ არ გქონდეს ყველაფრის მზადო. იქნება რა? და მე ჩავაბეთო და გაიგατε და დინარში. ეკოლოგია. ატომბესო საარჩევნო პროგრამაში ამხელა ადგილი უკავია ეკოლოგიურ პრობლემად. ესე მაითა. წყალს ჩვენი არსობის ხომარ დავაფიქრე. კალაკელი გადავა მეც გული შემკივა ეგ კი არა. ესობათო. 21 საუკუნის ტექნოლოგიის პატრონი. რაგჯი საიმისო ამ ექსტრემალურ ზონებს არ მიმართ. ადამიანის განადგურება თუ გინდა, სულაც არ არის საჭირო მოკლა და მიწაში ჩამო. ეგ მეც ვიცი, მაგრამ იგავანა თეთრია, თეთრი, სულ თეთრი, გეკონება თეთრი საკეთო დაიბა. იგავაფუჭო, თო. იარაღის და წამლის ჩამბები ვარ ეხლა მე. მამეთვა, მაგრამ რანაირა. სულიტარში აგდია, სულ ხალხი ახვევია თავზე გუსები. გარეთაც აგდას. მაინც რა თაფლი წაუსვა ასე. ფული ვაძლე მილიონ შენ. არა, მეთქი
მაგალითად გადასახდი გადაშენდინეთი არაო და არა სახეში მე ვიცი და მიხებს და მარხავს და მიიღებს მაინც საიდან ის ჩემს ამდენ გამომაჭენა ხალხში თვითონ ჩემს არ ბაზრობს მაგრამ როცა რამეს და ლიკინებს თავისთან გარშ ეს ამბავი ზედ გამოჩნდა ბესუფუკიაზო ყველა ამას იცახეს ვის მაგას უსმენს ისე ეთყობა ჩემგანაც გაყოლა სასამართლო რამდენი წლისა მეყოლება ეხლა მე გაშენე ჩვენ განაცემის ფულები და ინისგან. ადასვენია. მალადაც ყანდარა. უდები რომ კონდეს მალად იყოს, გარაში კი არის უყურებია, ხირი. ერეგე თქვენი შეფირაფთიანი ანგელოზიც ამ თემა საქართველოსის. სამი მთავრობის პარლამენტარობა იაფის საქმე არ არის, ხო? გავიდანებთ მაქსისულელებს და გვაცადეთ ჩვენ. რა გაგიყვით? ჩემნაირების გარეშე ვერცერთი მთავრობა ვერ არსებობს. ეს ის ყველა და იმიტომ რა სადაცვა. გამოყოს რო ვიცი და გამრავლებას. დიდ და პატარას ყველას ვემსახურებ. ეკლესიებს ვაგებ, საუნებს ხსნი, ხალხს ვასაქმებ, კულტურაც იყოს. მე როალა ჩავდებოდა ტელეშოუ ბიზნესს და დახურავდი ყველა ტელეშოუს. რამდენიმე დავეხმარე, რამდენი გადავარჩინე ციხეს და გასრობას. იმიტომ ეს ხალხი ნაროდის სულის მალამოა და ესე რომ ციხეში ჩავსვა, ხალხს სული ვით უნდა დაუვალოთ. ესე ამისი ხალხისთვის ერთი ნახატის ყიდვა მინდოდა ერთი აუქციონია. მაგრამ დამასწრო ერთმანეთს. მეთმა გაუმარჯოს. სახელმწე დიდი რა უნდა იყიდოს კაცი. მის მაგარის დიდი ზალა. ხოდა მე ასე ვყიდულობ სამუზეუმო ექსპონატებს. ვაგროვ და გადავცემ მე ხალხს საბლავში ხوار წავიხეთ კაცი. ხოდა ბაბუ ესეთი კაის კედლები აი ამას ცოტა იმნერე თუ მაშინ არაფერი უჩი. იმიტომ სხვანაირად არ გამოდის ეს კაბი საქმეები. სისტემა ასეა. არ არის მაგდენის გაშლის დრო მართლაც. მოკლედ გავაანალიზოთ სიტუაცია და ანალიზი დაგვიდეს შედის. ანუ გვანახებს იმ გზას, რა გზასაც უნდა დავალ. მაშას ადამე. თუ ვერაფერს უნახულობთ ობიექტის გასაშევებლად, მაშინ ერთი გზა დაჭირ. მოკლად. ხო, მოკლად და ის მიწაში თუ არ შეიძლება და წყალში თუ არ შეიძლება, მაშინ დაც. ხო, დავწვათ და ის ფერფლი ხვამლის კლდეზე მოვაბნიოთ და დაიბა და მე მაგის დაბადების ადგილი ვნახე მე აფეთქებო. კიდე ეკოლოგია და რამე. მოკლედ ობიექტის სითეთრეს თუ ვერ ვაშევებთ, მაშინ მისი სითეთრე უნდა გამოვიხილოთ მის გასაშევებლად. ეხლა ვერც ვერ გავიგე. უნდა განვაცხადოთ, რომ მისი ეს სითეთრე არ არის ბუნებრივი და უცხოა ჩვენთვის, ჩვენი ადამიანური ბუნებისთვის. უცხო და მიუღებელი. ქვიაში კონტროლების მელაპარაკებთ. უცხო და არა მიწიერი. თქვენი თუკუბათოში ხარ გამოჩენს. არა მიწიერი, ანუ არა მიწიერი წარმომავლობის. ეხლა მართლა არა მიწიერი წარმომავლობის, ანუ უცხო პლანეტელი. ერიხა მოდი რა იქ ამის შეფის ნომერი ამიკრიბე. არ გინდა მესობადო არსად არისო. მეც რუჩქუაზე ვარ და ეს სამშობლო ვარიანტი უკვე დაამტკიცა ჩვენი ორგანიზაციის რეგულარულად. იღმა ასეთია. დია. უნდა განვაცხადოთ, რომ ლადიკო ჯიჯარაძე უცხო პლანეტელია. და მოგზავნილია ჩვენ და კოსმიური ძალებისაგან. რატომ ისი მეშვეობით შეიკლას პლაზმი დედამიწაზე ჯერ ჩვენი ქვეყნის და მე მთელი სოფლიოს დასაფლავ. ვაი ჩემს პატრონს, თუ რაში ვიხდი ამ ხელაფს, თუ რომელი ბატი პირა დაიჯერეთ ამ სისულელს, თუ მაშინ სერიოზული ხალხი მეკობრა. აბერია. იქნებდა მართლა. გავსეგლადიკო ამ ქვეყნის ხარის დაღია. ეს ნის.
აუჯერებელ ტოლს იჯერებს სწორედ ადამიანი. თუ ეს ხელი ხშირად ესმის და ყველგან, ყველა კუთხიდან და ყველა ამაზე თუ საუბრობს. მოკლედ, აი თქვენ ეს ტექსტი. და დღესვე გააკეთეთ განცხადება ტელევიზიებთან და სხვა მედია საშუალებებთან. ხალისი გაიტაცეთ. ინფორმაცია გავრცელდება და თქვენი უბრალოდ პროვინციული მარკეტინგური პრობლემა გლობალურ პრობლემად გადაიქცევა. კოსმოსურ პრობლემად. თუ იგი ამ პრობლემას ამებრძოლი უბრალოდ რიგითი ჯარისკაცი კი არ იქნება. ჩემო ხალხო. ავანგარდში იქნება. ნებაირახტრი იქნება. აი ამ ძოლის შედეგი კი ისეთი შეიძლება დადგეს. სალახმოს დეპუტატობას ვიჩინოს. შეიძლება სალახმოს თავზე მჯდომარეობასაც გამოკრათქება. ანუ პრობლემა მდგომარეობას. პირველ რიგად აზუსტებული ინფორმაცია. ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე ლადიკო ჯიჯარაძე უცხო არამიწიერი რასის წარმომადგენელია. მოგზავნილი კოსმოსური შავი ხვრელური ორგანიზაციის მიერ გადიზდა ისახავს ჯერ ჩვენი ქვეყნის და მერე მთელი მსოფლიოს მოსახლეობის უფლებების გათეულს.
ჩვენი ძმების და დების დამორჩილებას, მთელი კაცობრიობის დამონებას. ორი თავისუფალი ნების გამოხატვის მცდელობისას პიროვნების ფიზიკურად მოსხობას და განადგურებას, კაცობრიობის მონაპოვარის დაარღვევას და გაცამტვერებას, ჩვენი სულიერებისა და კულტურის თავიანთი კოსმიური სიცივითა და უსულგულობით ჩანაცვლებას, ჩვენი წინაპრების მიერ აგებული ხუროთმოძღვრების ნიმუშების მიწასთან გასწორებას და თავიანთი კერპებისა და ბომონების ქანდაკებების აღმართვას. გაფიქრებას კი შეგზავნოს, რომ წარმოიდგინო ვაღარი არსებობს ჩვენი სამება, სიონი, ბაგრატი, სვეტიცხოველი, სანდრისი. აი, ეხლა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ არა ადამიანების მეშვეობით უკვე აღარ არსებობს სანდრისი. და ეჭვმებადება, რომ ვერანაჩკის უბედურებაშიც არა ადამიანების ხელოვნებია. კიდე რამდენი უბედურება დაგვატეხოთ თავზე ამ არა ადამიანებმა და ამ კოსმოსთან მოთხრეულმა უცხო პლანეტელებმა, თუ არ გამოფხიზნით და თუ არ დავინაზრეთ. მათი ამოცანების განხორციელებელი და რეზიდენტი ჩვენს მშობლიურ გალაქტიკაში არა ადამიანი ლადიკო ჟინჯარაძეა, ხელისუფლებაში რომ მიუღეს. ამ სახელს იბრალებსაც არსებოდა სინამდვილეში, რა სახელი თუ ნომერი აქვს იქ, მისმა ჩამომთესრებლებმა იციან მხოლოდ და ერთხელ და სამუდამოდ ვფარი თუ არის ყველა არა ადამიანს. ო, ფაქტები მოგკითხავ. არის ბატონო ფაქტები, ლადიკოს არა ადამიანობის და მე ამას ეხლავე დაგიმტკიცე. აბა ქართველო, თქვენ საქართველო გიგურებთ ეხლა და სიმართლის ქმის და მოსმენის არ გეშინია. ალხო, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მინდა აღწერო ეს არსება. არავის ახსოვს მისი არც დაბადება, არც სკოლა, არც ინსტიტუტი. ცხოვრებაში არსად უმუშაობა. ეს ადამიანის მაგვარი არსებაა, რომელსაც არ აქვს არანაირი ემოცია, არც მოგზაურობა არ უყვარს და არც ერთ რელიგიას არ აღიარებს. უფროსებს ხომ საერთოდ ვერ იგებს. და უმცროსები რომ უყვარდეს, მაშინ ცოლ-შვილი ეყოლებოდა. ან თანამდებობა მაინც ექნებოდა. ან რა სამსახურეობრივი თუ შინაურული ურთიერთობები შეუძლია ასეთ არსებას, რომელიც ამას ამბობს. აი უსმინეთ შენი დობის ბოროტად მოსარგებელი ყველზე უარესია, რადგან ყველელი უცებ კლავს და ერთხელ კლავს. შენი დობით ბოროტად მოსარგებელი კი შენ თვითონ გაქცეს ყველა. ეჭვით შეპრობის, უდობლობით რომ გაკვლევინებს გამორჩეულად ყველას. დიახ, მაგას რომ დავუჩევთ, ერთი უბოროტო ტყუილის გამო უნდა დაკარგო ყველა. ყველობაზე უარესად მიაჩნია ერთი უბოროტო ტყუილიც კი. არადა რამდენჯერ გადაურჩენია ტყუილს ადამიანი. სიმართლეს კი მოუკლავს. დიახ, ტყუილი ცხოვრობს ადამიანი. არა, ლადიკო ადამიანი. არა ადამიანია ის. ან ეს რაღაც ხმებია. ადგილი აღარ დარჩაო ჩემს გულზე. პრობა რომ არა იყო, მაჯაღულოო თუ არა. ვის არ გამჩნია გულზე ნაჭდები, მაგრამ კბილის სიტყვი ყველაფერს ეშველება. აი თუ არ ეშველება და სიცოცხლის მერე მაინც მოვიგონებთ კბილად. ჩვენში ხო ცურს, ვერასოდეს. გესმით? ვერასოდეს ვერავის ვერ ათქმევინებთ მოყვასზე. გარდაცვლილ მოყვასზე ხო? ამას კიდევ ქართველები კაცჭამიები გამოყავთ. არ არის ეგ აკაური, არა ადამიანია ეგ. ანდა ამის მოძ რა ქვია ხალხო? უსმინეთ რა ვთქვათ? თუ სადმე ახლმახლ ხარ და წყალწადებული საშუალად იმ წამსახტები წყალშიო, სეების მაყურებელი გამოდიხარ მხოლოდ და შესაძლოა მომავალი წყალწადებული წვეთ. გესმის მეგობრებო? ესეც არ უყარია ბოლოში უყურეთ რას ამბობს. ანდა კიდევ უფრო უარესი ხელისფრელი წყალში გადავარდულისა. არა, მე თქვენ გეკითხებით მეგობრებო, რომელი ქართველი გინახავთ? თუ ადამიანია, არ გადამხდარა წყალში წყალწადებული საშუალად. სვის საშუალად კი არა, სულთურლადაც და ქართველია წყალში და მეთანხმები. და თუ ვინმე გადასარჩენი ნახავთ, თავს არ გამოიჩეს, მე რო წაიძრაბა ხო? ადამიანებისთვის ეგ არის. აი, ლადიკო კი ჩვენ მდეს ბრალს არა ადამიანობაში მეგობრებო. თვითონ არის არა ადამიანი, უცხო პლანეტელია იგი. მეტიც სიტყვა ქართველისთვის წამალია, კუნალია და ლადიკომ რაო გამოიგონებენ ერთ დღესაც უკდავების წამას. მთელი მსოფლიო იზეიმებს. მარტო საქართველოში ექნება გამოგონებას დედის სულის ხსენება. რაღაა იმ ქართველის ცხოვრება, სიტყვით თუ მაინც ვერ მოკლავსო სხვას. ამის მთმელი ქართველია.
ქართულს ესწავლება თბილი და მამებელი ციკლის მნიშვნელობა. თან კაცობრიობის წინსვლაზე და პროგრესზე, რომელი ქართველი იტყვის უარს. არ არის ლადიკულა ქაური, არა ადამიანია, უცხო პლანეტელია. არც აცმელი უყვარდა, არც აცმელი. არც არავის უნახავს სადმე რესტორანში. მის გარაში გაწყობილ მაგიდაზე ერთხელაც არ მიკარებია სულთნს და დასალებს. და მხოლოდ სულელ უსაფრთხოებს ამბობს. გაიცა, როგორიც თმა, ცხოვრება მდინარეაო, ჩვენ კიდე წყალწაღებულიო მდინარით, აქეთ, იქით რომ ახეთქებს უნაპირებს. მოდით იმ ნაპირს გავუმარჯოს, რომელზეც ვიკავათო. იმ ნაპირის დეტაცო, რომელზედაც ჩვენ გავვრიხავსო. რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ნაპირზე გავყავ. ცხოვრებაში ერთხელ მოდიხარ ამ ქვეყანაზე და ამდენს ლაპარაკობს და ჩიქასაც არაკარისთვის. ის ადამიანია, არა ის მციერი, უცხო პლანეტელია ხალხი. ამის ხმელი თვითონ უსაფრთხოდ, რამდენჯერ ვნახავ გარაში მკვლევარე. დიახ, მაინტერესებდა და ვნახე. და როცა გაფრთხავდნენ, დასუხობდა ვინც დილით ჩემი შიშველი ხელებით მიწის ტრესტალს არიდებს, საღამოს ჩემს ხარდეზოზე წამოწოლასაც გაიგუროსო. იქნებ ვინც თვალი არის და არც უნდა ხელი შეუშალოს. მერე კიდევ სასიობს გარაჟი რაღაც უცნაური ინსტრუმენტებით. მითხრა გაჩვენებო. და არ მანახა, არა ადამიანი და უცხო პლანეტელია იგი. მე მითხრა, გინებას საერთოდ რეაქცია არა. რაც არ უნდა აგიგო, ვერაწყენი. წყენაზე თავმოყრების გრძნობა საერთოდ ატროფირებული. კაცი რომ დედასარი გინება და სხვა სხვის გინებას რეაქცია არა. მითხარ ის ადამიანია ამ ქართველია. კიდე ჭორებზე ხო საერთოდ რეაქცია არა. საერთოდ არ აინტერესებს არც სხვისი და არც თავისი ამბავი. მითხარ ესეთი ადამიანი ქართველია? არ არის ეს ქართველი, უცხო პლანეტელია. არც ერთი ხელისუფლება რომ არ მოსმოს, რაღაცა სამზადობს. აბა ეგ რა არის რა სხვა? კანონებს ერთენ და სასიამოვნო გაუგებრობაში მოხვედრილები, სხვებისთვის და საწუხარო გაუგებრობაში მოხვედრილებისთვის იგონებენ და იმისთვის რომ ეს სხვები უდამახალ გაუგებრობაში მოხვდნენ. ეს მითხალხო, ხალხის მტერია დადიკო, მტერი სახელმწიფოსი, მტერი კაცობრიობის, დედამიწის. მტერი რომ არის ეს ჩვენი, აგერ ჭეშმარიტ გეტყვით. ჩვენი საამაყო მრავალხმიანის გაგონებას. დიახ, სწორედ. ჩვენი ჩაპყროს გაგონებას. იმ წამს შეატრიალდება. ხალხს აკვირდება. ეშინია, ხომ არა მოიწესე, ჩემში მოხდურია და ერთმანეთს ხომ არ აგებინებენ და ჩემს ამბავს. ჩაკრულო, ხომ საბრძოლო ამოზახილია ჩვენი. ბრძოლისკენ მოწოდება და მისი ჩვენს მტერს და არა ადამიანს შეეჩინდება, ხოლო არ არის ეგ ქართველი. არ არის ეგ ადამიანი. უცხო პლანეტელია. არ არის ეგ ქართველი. არ არის ეგ ადამიანი. უცხო პლანეტელია. არ არის ეგ ქართველი. არ არის ეგ ადამიანი. უცხო პლანეტელია. არ არის ეგ ქართველი. არ არის ეგ ადამიანი. დიახ, უცხო პლანეტელი. მე გადავარჩენ საქართველოს. მე გადავარჩენ სოფლიოს. მე გადავარჩენ კაცობრიობას. დაურიგეთ ეს პროგრამაციები ხალხს და თუ ვინმე უცხო პლანეტელია, გამოჩნდება. არ არის ეგ ადამიანი. ნაცილებო, სულ სამოხდით, იცოდე. უცხო პლანეტელია. არ არის ეგ ქართველი. არ არის ეგ ადამიანი. უცხო პლანეტელია. არ არის ეგ ქართველი. არ არის ეგ ადამიანი. უცხო პლანეტელია. არ არის ეგ ქართველი. ჩარტი ბიჭო, მუსიკა თორე ამ ხალხს მე მგონი ვარ, ლადიკო ჭინჭარაკი. ჩემი თავი.
მე დაგიძახე რომ იმ საკითხზე გესაუბრო, რასაც შენ თხოვე რომ გესაუბრო. რა თქვენ რას გიქნ ბატონო პირველო? როგორ გითხრა? თუ გნებავს ჭეშმარიტ მომერძე გესაუბრები. არა ბატონო პირველო მე ჩემს საკითხთან დაკავშირებით მაინტერესებს. მოკლედ ჩემი აზრი ასეთია და ვფიქრობ ბატონი უპირველესიც ასე ვფიქრობ რომ ეს წინა ხელისუფლების აქ-აქ შემოჭრილი მიწითელი ქვეყნების პროვოკაციული მოქმედებებია და ამას არ უნდა Hello. Salame żywali za filozofowskie słowo reakcje wam wykonawcy. Tak, reakcje wam. Chcieli być tak chwila. Tak. Ulepszamy. მემსახურები პირველს და სამშობლოს გაჭირვების დამკვეთი ხარ შენ საბერძნეობებმა თუნდაც იქახარ. აბა რა ხდება საზღურებზე? ისე ვიტაცებენ ხალხს? იტაცებენ პირველს. იტაცებენ. საზღურებს ისე სწევენ? სწევენ პირველს. სწევენ. და სადანია ჩემი მეზარბაზი? ზოგი ყარაჩოსტანში პირველესო. ზოგი კიდე ზანგისტანში. სამშობლოს ეკიცარი. ერთი შემახსენება ყარაჩოსტანი როდის შემოვიერთეთ და ზანგისტანში კიდევ რა გვესაქმება? გესტებია პირველესო მაგრამ მეგობრებმა ჯერ კიდე ციტამილიანების დროს მივიდეს რომ სამშობლოს აკადემიკად დაიცავდო კვალიფიკაციასაც აიმაგრებდო. მიგრანტების მაღალბელაც მაგას ეუბნებოდა ჯერ მაგისი დახვა ჩვენი მეგობრები, მაგრამ უშველეს რამე. მაგას უშველეს, თუ უშველეს. ისე ჩვენ მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეთა თუ პირველესო ის კი სოფლიო მოქალაქეა. მაგათმა შენს გიშველეს და იმიტომ ზიხარ ეხლა მაგსკანზე. ისე მაგათ ერთი კარგი გამოთქმაც აქვს. არ არსებობენ მუდმივი მეგობრები, არსებობენ მუდმივი ინტერესებიო და ვატყო მაგ ხაზით ჩვენც მოგვიწევს კვალიფიკაციის ამაღლება. რა მაგის პასუხია და რა შესახებ მაგნაბრიელი ცნობილი გამოთქმაზე ხანდახან ეშმაკსა და მოაჯდო ზუგზე დაძრავდე რომ მიაგვანიბო თავი ეშმაკსაც უნდა მოაჯდეო. დაძრავდე რომ მიაყვანინო თავი. ვერ გამიგეთ უპირველესო? ვიცი რომ ვერ გამიგეთ. ხო რაც მოდი. სანამ ჩემი მეზარბაზნები იქით გადასაკარგავში იცავენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ახლო მეზობლები აგერ ლამას ქალაქთან არიან მათ ხილად უნდა ვიყოთ. როგორც ვასწავლეთ, ისე ვიცით უპირველესო. მუშაობს ცხოვრობა და ვიცი ახლა არაფერს ისე სულ შეცდომებს უნდა ისაუბროს თქვენ მაგაცმა მამა ჩემი ამბობდა კონერგული. ამიტომ მაგარ მისბიან და უბრალოდ იტე მისბიან და მაგარ მისბიან შეცდომები რომ გავიმეოროთ და ლეგიანობა რომ არ იყოს ერთი იდეა დამემატა. ავყაროთ სამყურებიდან მოსახლეობა და ქვეყნის შიგნით ღრმად შიგნით შემოვასახლოთ. სამ მილიონს შეჭრო უპირველესო. კიდევ მომდები ვარ და აბა ერთი კაცი მოიტაცეს ოფისში სამყურიდან. კარგი. იტუმეტესო. ერთ ქალაქში დავეტევით, ერთად ვიქნებით, ერთ მუშტად შევიკრებით და ვერავინ დაგვაგლებს. მე თვითონ დავდგები მე მაგრამ თაზე გუშაგად და სულ ყველას დააგიკვირდით, ბინოკლით, ტიტილებით.
ეკონომიკა ხდებით საუბრობ. ჭეშმარიტად ბატონო უპირველესო, ისე მინდა თქვა საზღვრებთანაც ციხე-მიღბიანები პროვოკატორები. სანამ სულ ყველას არ დავიჭერ, არ მოგასვენებ. მან მაგრამ ციხეში რომ ჩავსვათ, გადაეძარჩენილებს უფრო იოლად დავიწყებ ბატონო უპირველესო. რა საუბრობ, კაცო? ეგრე რომ დავიჭირო, მერე რა ვის დავაბრალოთ, ყველაფერი რაც ხდება. ერთასწავლეთ, მეცენ სახელმწიფოებრივი აზროვნება. ციხე-მიღბიანები რომ არ ყოფილიყვნენ ჩვენ, ლურჯ მიღბიანებს ისინი უნდა გამოგვეგონებინან. გაიგეთ? გავიგეთ ბატონო უპირველესო. ხოდა მახლობელი მაინც ეყავით ეს ჩემი და მერე იმათი. მერე იმათი და მერე ჩრდილოეთ იქით არის უპირველესო. ვიცი მე რა საიტა და უ საიტა. ბიჭო, შენ ასეთი ყველაფერი შეთანხმებულია და საერთოდ მე და ბატონი უპირველესი შეთანხმებული ვართ იმაში, რომ განვაცხადო, რომ შეთანხმებული არ ვარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ ვასწავლე ამას, მე რა, სად და როდის უნდა თქვას. ამას ჩვენი ლურჯი მიღაბი შემოგვიერთია. თუ იმედი აქვს ციხე-მიღბიანები მოbrunდებიანო, ასიაგებია. თუნი რომ არ გავიკეთეთ, აბა როგორ გავარჩიოთ ჩვენიანი თუ არაჩვენიანი. შენ ის არა ხარ. დედაქუჩაზე პარლამენტარების ძეგლების დაკვა მომგინდოთ და პრეზიდენტმა ჩამოაჩვენთოსო. ისე სამთავრობის დაშიფრებს კიდევ უწვიდოთ დიდები. ისე ვიქნა, ხო? დავიდაც ლადიკო გიშლის ხე? ისე სულ მეგვრის კაცო. ბაზარების კაცო, იმერთან
საერთო ჩაკროლოსიო იმ უცხო პლანეტელებს ვიფიქრე მე მაგაზე სპეციალისტებსაც დავეკითხე და თუ ხალხის ხსნა ასაჭირო რა აქვს მომხსნას როცა მიაგერება ხო თუ ასე ეშინიათ ამ სიმღერის უცხო პლანეტელებს და იმ არადამიანებს ხომ არ ჩამომედა და ჩაბრუნო კოსმოსიდან რა პატივცემულო ხო ბავშვების ოცნება ქონდა კოსმონავტებმა მიდოდა პირველი ქართველი კოსმონავტი როგორია ბავშვების ოცნება ციტალენ ვერების ბელაცაც ხონდა უპირველეს ახლა რომ დაცანცალებს ქვეყნიდან ქვეყანაში მე გარდახანია ვიცი და იმიტომაც არ მომეწონა ეკაცი ამდენი პატივი რომ მქონდა ნაცვლი და ბავშვების ოცნების საკმაოდ რომ დამიგირა ვეუბნებოდი შენ მასაჟი და შადრენები დაყობა მასალები ეკოსმონავტა ვარ მაგრამ თავი გაიგიჟა არაო მარადმარაო იფრინოს ეხლა დაგავებ ო მოკლედ ხომა ჩამოვიდა ჩაკრო კოსმოსიდან ამით ორი პუნქტებსაც დამიჭერდი ბავშვების ოცნებასაც ავისრულებდი და პაჰოდუ დედამიწებსაც ვისნიდი უცხო პლანეტელებისგან მეც არ გავიყარეთ რა ბატონო პირველი ჩვენ კი არ დაგაზრდები ბატონო პირველი საზეიმო გაცილება და მედრას მოგიწყობ ბრავო საზეიმო გაცილებას ხომ იცით რომ მე ფიქრში აჩქარება ხოდა ვიფიქრე რომ მე ვიფიქრე და არ გამოვა ეს საქმე აგაშინა თქვა ბატონო უპირველეს არ დამტოვა ბატონო უპირველეს არ უნდა ეშინოდეთ ამ სიმღერის უცხო პლანეტებს. ეშინია, ბატონო უპირველეს, ეშინია. რომელიც აკაცო რას ფასი ხარ. მათ როგორ არის ისა? დასულ ზერტირად მახსოვს. აბა იმ შეწყობი უფროს კი არ გავარ. რუსთაველი რომ ეშელებოდა როგორიც ვეროდი. მომეცი ერთი ტექსტი კაცო. ნახე როგორ უშეცდო მოწავი ხიდის თავშევრა პირობა ჩვენ გავხდეთ გვიძლი ძმანია ჩაუხდეთ მუხრან ბატონთან თავს გავამბრიოთ ბანია მუხრან ბატონის ყოფი და ფილიერ და გოგრითა ეკებული კაფაზე კალერერეთ მოზრითა ხმალო ხეცულეს მაჯეროთ რა შიკუშა ფერარი ფერები გაკუთხა საუბრად გაქწერა მართალე ერთი ავლესო მარჩახმა ცეცხლის პოეზია სულ წმინდა მოგამგები და რაც ჩემთვის დაგიწევსი აკო ვერ მიხდით მაგრამ წავიკითხე გადასარევად კითხულობთ რას ვერ მიხდით ნახე რასია თქო მართალე ერთი ავლესო მარჩახმა ცეცხლის პოეზია სულ წმინდა მოგამგები და რაც ჩემთვის დაგიწევსი აკო მართალე ბევრჯერ დაკანცეს თუ მე ამ დღეში ბევრჯერ ყოლი მართალეს ეს კიდე მართალეო პერსეული ერთხელ იქნება აიეს და ხმარსოდა თეთაი გიდირებ რაც გიწვალები ამაგან ხევინებო მართალე პერსეულება და რადადებს ქმნის ალესვა და გადადებული საქმე კიდე ვისია ეს შემაგის ხო არ ვიზამო ვიტყვი და დღეს კიდე დალებს ჯავრიან გულზე და ხმის ალესვა და მტერზე დასვლა კი არა და კირჩავი შეიძლება აქეთ მოიპაკიჯოს ასვას აჭამოს
ღამე გააჩერინოს საკუთარ სახლში თავის სოლთან ჩააწვინოს და თვითონ კი გულში ახდეს და მე რამდენი გესმით თქვენ? ბრავო, ბატონო უპირველესი, გენიალური ხარ, გენიოსი. გენიოსი ხარ, ბატონო უპირველესი, გენიოსი. ნამდვილად ბატონო უპირველესი. რა კარგია ვარდი ხარ კოსმოსში. სულ ყველას ახვიდოდი. სიმღერი შეეშინდებოდა კოსმოსში უცხოპლანეტელებს, ამისთვის ჩამოვახსნებოდნენ ზედაბუნია აზგვებულებია, კაცოლებია. ვილია, მაგრამ ეხლა გზა ერია თქვენთვის დროს. ასე რომ გადავდებ მე ოცნების ასრულებას და მე გავფიქრე. იქნებდეს აგერ ახაეთაც სურათი შევიძინე, აუქციონზე და ეცოდა ქესეთ ათვა ჯიბესნი. თუმცა სიმღერის ასე უბრალოდ დატოვება მაინც არ შეიძლება. შედი ახსენე ახლა ეს ყველაფერი ლოგიკურად. ბოლორის ტრიქონი, მაგრამ ეგება და უცხოპლანეტელებს არა, თავხედავთ ის თავი. ეგებულობენ ამ ტრიქონების შინაარსა, იმიტომაც იშინია. ნიცშეში მესმის, მაგრამ უცხოპლანეტელებს რას გაუგებთ? ამიტომ კანონში ცვლილება უნდა შევიტანოთ და ჩააყრულო სახელმწიფო ჰიმნად გამოვაცხადოთ. კი, იყოს ჰიმნად და მისი შესრულება სავალდებულო გახდეს ყველგან. ტელევიზიებში გადაცემების გაცემის დროს, სამსახურებში სამუშაოების დაწყების და დასრულების წინ, კერეთებსა და ქორწილებში, ტრანსპორტში, სტადიონებზე, ავტოსადგურებში, მეტროში და მარშრუტებში. ის კი არა და სიგნალადაც მანქანებზე ეგ ჩაგრულო და აყენონ და ასიგნალო დღეს და ღამე. და თუ სადმე უცხოპლანეტელი გაიჭაჭან, ჟიბიანებს და მე ვიცნი მსოფლიოს, მე! გენიალურია, ბატონო უპირველესი, გენიოსი. ემსახურები დაგერა, როგორც შემიძლია და როცა არ შემიძლია გიწევდე სახლში. ასე, 2030. კიდევ უფრო დაჭირდა. მანამდე კი თქვენ წადით და მიხედეთ საქმეს. Dali. Yosh beni kaçıp fikir buluyor lan bu. Ugavi gemisi. Ile bu ki saçı bırakçıdan erti kargi arabu beda o. Çevi kela kali gavra gibi. Oh, eksik o bir tane tutaşmaya dana. Marfa gavra mıydı bu karşı? Anladım. Akılmasın bu yarım adam geldi. Rum şeydi o. İyi o aksardas. Artık. Biliyorum. Ho. კი ვიცოდი რომ ჩემი დროისი დედამიწაზე არავინ იყო, მაგრამ
თუ ციდან დამიცავდი რასუჯუხები. კიდევ ვარჯერო, რომ კოსმოსში გაშვებულმა სიმღერამ ჩაკროლომ ჩამოგიყვანა ჩვენთან. დედამიწაზე. ასე, კი. ან ვერა. და ბევრი ხარ? ვერმარ. აქამდე მიმართო ვიყო. ახლა ორნიო. მე და შენ. შენ რა? იდე ვარჯერა. თუ გონია რომ სათამაშოთა მოგიყვანა, ამ სიშორეზე და ამ სიმაღლეზე. ვაი. მერე კიდევ ზუსტად როცა შეგაფინები, ხომ დაიჯერე? კი, დავიჯერებ, თუ ახლა მართლა წავალ და დამტოვებ აქ უნამუსად, დავიჯერებ, რომ არა ადამიანი ხარ. რატომ და ნათქვამი ხოა ძველებიდან. ქვეყანას გაუჭირდეს და ხვამლის თან გადაარჩინოს. ისე მართლაც. ხვამზე უკეთესი ადგილი, სადუნებები. არსად ისე ახლოს არ არის, კოსმოსი, დედამიწასა, როგორც არა. ამ ადგილს. მაგრამ ეს ჩვენთვის იქაურებისთვის. საერთოდ ვიღაცნით ვიცი, თქვენ ადამიანებს არც კი გჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული ტექნოლოგიები და მფრინავი თერშები, დროში და სივრცეში სამოგზაუროდ. აქ მარცხნივ, რაღაც ისეთი, ვისი მეშვეობითაც ხან საუკუნეში, ხან ამ საუკუნეში, ხან დედამიწაზე და ხან ცაში. ეხლა კი მაქვს უმეტი. კი, ჯერა. მაგრამ რა ჩვენთან, ქართველებთან ჩამოყვება. რა ნახე ესეთი ამ ჩაკრულოში? გამიწყო. პირველად რომ გავიგონე, დამბუწვე. კლავზე თმა ამეშალა. სისხლი გამიჩერდა მეგონა. ვერა სისხლი ერთიანად მომაწოდა ფენზე წამომკვიდრო. ვეღარ ჩერდებოდი ერთ ადგილზე. რა ვიცი, ხელად ტკივილი ვიგზე. ტკივილი და იმედი. ხო, არც ვიცოდი, მანამდე ერთდროულად შეიძლება იცოდ ტკივილი და იმედი. და მე ასე გამოთქვა ხმით ეს ყველაფერი. იმ იმედით, რომ ვიღაც გაიგონებს, ამ გულიდან ამოსვს. ჩახმოს, გავახმია ტკივილს. გაიგონებს და დადგება მთქმელთან და აყვება მას. აყვება და სხვას აიღონებს. ერთს, მეორეს, მესამეს. ასე გააქვია ტკივილს. და ის იმედი, სულ თავში რომ არის და ჟუტავს. გაიზრდება და გაბრდება. გასალაბა, ვიცი შენს. დაგბუწყლა შენ მეხოც. კი, ვიცი, მაგრამ ეხლა სულ სხვა რამე და რომ ჩამოვედი. მე შენ რომ დაგინარე, მაშინაც დამბუწვლა კიდე. ეგეც ვიცი. ვიცი, ხო. მაგრამ ის არ იცი. იქ ჩვენ ინუსოსოლობაში, სიცარიელში, კოსმოსში, როგორ ისმის ეს სიმღერა? სასწაულია. და თუ სასწაულია და
გასწავლული ვარ, რატომ მიდიხარ? რა გააკეთე ჯერ დედამიწაზე? გარდა იმისა, რომ ნახე. მე რა უნდა გამიკეთე? მაგაზე კარგი. მე კიდევ დედამიწაზე რომ ჩამოვედი, ჩაყრულო, აღარც გახსოვდა თუ. სულ კარდაკარვიარე ამ ქვეყანაზე და როგორ იცი თქმა? ო, საქართველო ვერ ნახევი საქართველოში. ასე იყო ზუსტად კი. ვინც აქ არ გავდა ის ხალხი იმათვისაც ამ სიმღერის ამოთქმა შეეძლო. და მხოლოდ აქა-იქ თუ აიძაგრებოდა ვინმე ამ სიმღერის გაგონებაზე და ისიც ფრალი. ხიზელი კიდე ისეს ჩაკრულოზე გააჟრიებდა. მართლა სამხედრო საძებაა. და ახლა კი ხომ ხედავ, ყველა კუთხე კუჭუში ეს სიმღერა ის. და სხვა ქართულს კიდე მე ვიცი. და როგორ? როგორ და უნგრელებს ჩაკრულოს და ვისაც დაბურძგლავს, ის იქნება ქართველი.